სახელითა მამისათა და ძისათა და წმინისა სულისათა. დღეს არის მერვე კვირა სულთმოფენობიდან და წავიკითხეთ სახარება მათ ემახარებლის, სადაც მათ ხვარმა დააპურა 5000 ადამიანი 5 პურით და 2 თევზით. ხო? ეს მოხდა გაშლილ მინდორზე, სადაც მაცხოვარი და ეს ხალხი იყვნენ შეკრებილები. ის როგორც ყოველთვის გადაგებდა, ეუნებოდა საღმრთო სიტყვას გადასცემდა ხალხს და ასევე მას კურნებდა, ყველას ვის საჭიროებდა ამას და იმდენად დიდი იყო სიხარული მაცხოვართან ყოფნისა, რომ გადაცდა დრო ტრაპეზობისა და ხალხს შეემშია. ეს პირველი მაცხოვარმა შენიშნა და თქვა მოციქულმა შენიშნა მოციქულებმა და უთხრეს, რომ დრო არისო ყვებისო და სამე გავგზავნოთ ხალხი, რომ ქალაქში წავიდნენ და მოიტანონ საზრდელი. და მაცხოვარი ეუბნება, რომ არ არის საჭირო წასვლა. თქვენ დააპურეთ იქ. ჩვენ არაფერი გვაქვს გარდა 5 პურისა და 2 თევზის უპასუხეს მოციქულებმა და მაცხოვარმა აიღო 5 პური 2 თევზი აკურთხა მისა მოწაფეებს და მოწაფეებმა მისეს ხალხს. იყო ხალხი 5000 და 5000 ლაპარაკია კაცზე, რომლებიც იყვნენ მოსულები თავისი ოჯახებით, ცოლებით და შვილებით. ყველა დაპურდა და დარჩა 12 გოდორი ნამუსრევის. რას გვასწავლის დღევანდელი სახარება, ალბათ ძალიან ბევრ რამეს მთავარი და გამოსაყოფი არის ის, რომ მაცხოვარი ზრუნავს ადამიანზე. აი ამ უბრალო ადამიანურ პირველად მოთხოვნილებაზე, როგორც არის კვება. ხო? შეძლო ეთქვა წადით, თქვენ თვითონ იპოვეთ, მოიტანთან, რატო არ წამოიღეთ, საყვედურიც მიეცა. არა, იზრუნა და იზრუნა მოციქულების ხელით. ანუ სასწაული აღასრულა მოციქულების ხელით. და უთხრა, თქვენ მიეცით მათ ჭამადი. რაც სიმბოლო იყო იმისა, რომ მოციქულებს შემდეგ სხვა საზრდელიც უნდა მიეცათ. და რომ ხალხს უნდა მიეღოთ სამღვდელოებისგან, მოციქულებისგან საკვები, არა მარტო სულიერი, არამედ ფიზიკურიც. ანუ ფაქტიურად ეს არის მოწოდება და სხვაგან კიდევ ბევრ ადგილას მაცხოვარი ხას უსვებს საბოლოო სამსჯავროზე როცა ლაპარაკობს ადამიანის სოციალურ მსახურებას. დღეს ესე ქვია ამას, რაც თქვა ქველმოქმედება სხვანაირად, ანუ ადამიანი, რომელიც გვერდზე ხედავს ადამიანს და აქვს მისდამი ემპათია. ის ვერ ითმენს, ვერ ჩერდება და ვერ არის მშვიდად და კარგად, როცა სხვას უჭირს. ამის შემჩნევა დანახვა საჭირო და აუცილებლად შემდეგ ზრუნვა და ნაბიჯის გადადგმა. ეს მოწოდება სახარებისეული, სამარიტელობის ბევრ ადგილას აქვს მაცხოვარს ნათქვამი. და ხშირად ჩვენ მართლმადიდებლები ვიმეორებთ ამას, მაგრამ საკასაკვირია და სწორედ მართლმადიდებლები ერთ-ერთი ჩამორჩენილები ვართ ამ საქმეში. მართლმადიდებლებში ძალიან ცოტა არის საქველმოქმედო ორგანიზაციები. ეს არ ეხება მარტო ეკლესიას, ეს ეხება ერსაც. ხო? არ არის ზრუნვა სხვაზე, არაპიროვნული მარტო, არამედ რამე საქმიანი ზრუნვა, რომელსაც ექნება სისტემატიური ხასიათი, რომელსაც ექნება მოწესრიგებული ფორმა. ფოთაშორის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენ ზევიდან უყურებთ, როგორც ვთქვათ, ერეტიული რელიგიური მიმდინარეობები, სწორედ იმ ერეტიულ მიმდინარეობების ქვეყნებში
მოხდა უმთავრესი პრინციპები ადამიანისა, ჩამოყალიბება უმთავრესი პრინციპებისა. როგორიც არის მონობისგან განთავისუფლება. ტყვეებზე ზრუნვა. პატონყმობის გაუქმება, ჩაგვრა ადამიანისა. და საერთოდ ჩამოყალიბდა როგორც ადამიანის უფლებები, ხო? რომ ყოველ დაბადებულ ადამიანს, ეს უკვე ამერიკული ქარტია, თავისუფლების ყოველ დაბადებულ ადამიანს ნებისმიერს, რომელსაც რელიგიისა და ნაციონალობის მიუხედავად აქვს სიცოცხლის, განვითარების, განათლების, ბედნიერების უფლება. ეს სიტყვები ამერიკელებმა არა მართლმადიდებლებმა თქვეს. ეს ლინკოლნმა და მისმა თანამოაზრეებმა ჩამოაყალიბეს და საბოლოოდ 1862 წელს მონათა განთავისუფლების ბრძანება გასცეს. ანუ ჩვენთან გასაკვირია ბატონყმობაც კი დაგვაძალეს და ისე გადაგვაგდებინეს. საქართველოს, აი მოამაყე ქართველები რო ვარ. ტყვეთა სყიდვა იყო საშინელი ლაქას ქართულ ისტორიაში. თავის ახლობლებს, ნათესავებს, თავის ოჯახისევრებსაც ყიდიდნენ კობულეთის და სტამბოლის ბაზრებზე. დაიჭერდნენ და გაყიდიდნენ ქართველი ქართველს. რა მნიშვნელობა აქვს? მაგრამ მაინც კიდევ უფრო ახლობლებს ყიდდა. ეს აღწერილი არა მარტო ქართველების ცხოვრებით, არამედ იმ მოგზაურებით, რომლებიც დადიოდნენ საქართველოში. მაგალითად მაგრამ მას ებრძოდნენ. სოლომონ პირველმა გამოუცხადა მას ბრძოლა. რაღაც წარმატებასაც მიაღწია. ეს იმერეთის მეფემ, სახელოვანმა ქართველმა ერთ-ერთმა უკანასკნელმა მეფემ, ხო? მაგრამ მას წინ აღუდგნენ თავადები, ეკლესიის მღვდელმსახურები, ეპისკოპოსები და დასავლეთ საქართველოს პატრიარქიც კი. როგორ შეიძლება, რითი ვიცხოვროთ აბა ჩვენ? რითი ვაშენოთ ეკლესიებს თუ არ გავყიდეთ ადამიანები? წარმოიდგინეთ რა სამორცხინო მდგომარეობაა. ანტიოქიის პატრიარქი მაკარის მოგზაურობის დროს ის აღნიშნავს, რომ არ მინახია ის განსაკუთრებით ქრისტიანს ყიდდესო. იმისთვის გასაკვირი იყო, რომ ქრისტიანი ყიდდა ქრისტიანს. და თურქებს აძლევენ. მაგრამ ისიც აღშფოთებული იყო, რა საშინელებას ვხედა. და ეს იმდენად გავრცელებული იყო საქართველოში, რომ წარმოიდგინეთ, ხალხი მარტო ვერ მოგზაურობდა, ვერ დადიოდა. გაკყიდნენ ოჯახთან ერთად. არქანგელო ლამბერტი მაგალითად, მისიონერი კათოლიკი, ყვება როგორ გაყიდა ეპისკოპოსმა თავისი მღვდლები და თავისი ოჯახებით სტამბოლის ბაზარზე. ეს შავი დღეებია ჩვენში და ამიტომ მნიშვნელოვანი არის სწორედ ვინ აღასრულებს ქრისტეს სიტყვას. და არა ის ვისი რელიგიის წარმომადგენელი. კიდევ უფრო საშინელებაა თუ მართლმადიდებელი ხარ. ანუ ყველაზე კარგად იცი რა უნდა როგორ უნდა მოიქცე და არ იქცევ. მანახეთ საქველმოქმედო ორგანიზაციები საქართველოს. მანახეთ ტყვეებისთვის ზრუნვა და მასზე გარდა ეკლესიის რამოდენიმე წარმომადგენლებისა ძალიან იშვიათად რომლებიც შევდივართ ციხეებში. მაგრამ რა ზრუნვა ჩვენია? სერიოზული ზრუნვა. მაგალითად იყო ესეთი ელისაბედ ფრეი, ინგლისელი, კვაკერი რელიგიურად. ანგლიკანიც არ იყო, კიდევ უფრო ანგლიკანური სექტა იყო. რომელმაც დაიწყო მოძრაობა ტყვეთა უფლებებზე. ქალმა აქტივისტი იყო ასეთი. წარმოიდგინეთ, ტყვეთა უფლებებზე დაიწყო და დაიწყო ციხეებში ადამიანების წამება აგრძალა. ის იმას მიაღწია. წარმოიდგინეთ, ეხლა ეს არ არის თანამედროვე ევროპული ციხეებზე ლაპარაკი. აგარ ლაპარაკი როცა დაგიჭერენ და გაწამებენ. რასაც უნდა იმას გიკეთებენ, ადამიანი აღარ ხარ. ამ პერიოდზე და მოწესრიგებულად გააკეთეს ეს, ნელ-ნელა გააკეთეს. და მოხდა ისე, რომ დღევანდელი ციხეს დაემსგავსა.
რომ ციხე არ არის შურის საძიებელი ადგილი, არამედ ციხე არის პენიტენცია, ნიშნავს გამოსწორებას, შენანებას. ანუ სინანულს ნიშნავს ადგილი, სადაც შენ უნდა დაფიქრდე შენს ჩადენილ დანაშაულზე და უნდა მოახდინო შენი სოციალიზაცია, დაბრუნება ისევ შენს სამყაროში, ისე რომ თქვა დანაშაული აღარ ჩაიდინა. და ეს პატარა ქალი დადიოდა აი ესეთ ყველებზე და ამ ხელა იმპერიას, როგორც ინგლისი იყო, მოიდგინეთ, ნელ-ნელა ეს ვიქტორიანული ეპოქა, ნელ-ნელა მიიყვანა იქამდე, რომ მოწერსრიგდა ციხეებში ადამიანი და მას მიეცა უფლება ახლობლების ნახვის, გამოკვების ნორმალურად, წამება აკრძალული იყო, ნორმალური სასამართლო იყო. ისმით, მას ადვოკატი ყავდა და ასე შემდეგ. ეს რთული პროცესი იყო. და საქართველოში დღეს იკრებს ფეხს მსგავსი რამ ის რაც ევროპაში და ამერიკაში საუკუნეების წინ მოხდა. ისი ძალდატანებით ხდება. ჩვენ რომ მიგვიშვან სხვათა შორის ბატონყმობაც როცა რუსეთში გაუქმდა ალექსანდრე მეორის დროს და რუსეთის იმპერიის ქვეშ ვიყავით ჩვენ, ქართველმა ბატონებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. არ უნდათ საქართველოში გაუქმება ბატონყმობის. განსაკუთრებით ისეთი დიდი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე რო ყავდა, ძალიან ცნობილი და ძალიან საყვარელი ჩვენთვის, მაგრამ იმასაც არ უნდა გაუქმდეს. რა ვაკეთოთ მე ჩვენ? შვილები ოჯახი რითი გამოვკვებო. ჩვენ ყველაფერი არ ვიცით გარდა იმისა, რომ უბრძანოთ ხალხს და იმათმა მოგვიტანოთ ჩვენ სასწრაფო. ეს მიწაწყალი ჩვენია და ვაქირავებთ გლეხებზე. იმათმა იზრუნონ ჩვენ გამოკვებაზე, ჩვენ მაშინ უკვე ომი აღარ იყო და ლუავსა თათქარიძეს იდეაც რა სახეც მაშინ დაიხატა. უკვე თავადი რა იყო, ბრძოლობდა და გლეხები ინახავდნენ თავადს, იმიტომ რომ ის ბრძოლობდა და ეს ეხმარებოდა საკვებით, ხო? და უკვე ლუარსაბისთვის აღარ არის გარე ბრძოლა საჭირო. ამიტომ ტახტზე ზის და ბუზებს ითვლის. სუქდება და ესეთი ლამაზი სახელი როგორც ლუარსაბი იყო და ლუარსაბის დარქმევა არ შეიძლებოდა გლეხი კაცისთვის. მოსპო ილია ჭავჭავაძემ და დასაცინია დღეს სახელი ლუარსაბი, ხო? მოკლედ იმის თქვა მინდა რომ ჩვენ ძალიან ფართოდ უნდა გავაღოთ თვალები და ყველაფერი დავინახოთ თავისი სახით, ისეთი სახით როგორიც არის. ამ სტერეოტიპებს რომ ჩვენ მაგრები ვარ და ყველა არიან ჩვენს ქვევით და არავინ არაფერს აღარ უყურებს. ეს უნდა გადავაგდოთ, არავინ არაფრად არ. ეს არის როგორც ცუდი მეტასტაზი. ეს არის კომპლექსიანი ადამიანის თვისება, რომ სხვისი დაჩაგვრით თავის თავს წარმოაჩენს. თუ ვერ დაჩაგრა, ისე თავისით ვერ წარმოჩინდება. რათა შორის დღესაც ხო არის ესეთი საქმიანობა, შავი პიარი, ხო? როცა შენი კონკურენტი გინდა შენ კონკურენტზე გაემარჯვო, ის კი არა მარტო რომ შენი პროდუქცია წარმოადგინო რომ კარგია. ამავე დროს მისი პროდუქცია უნდა მოიყვანო დისკრედიტაციაში. მისი გაკეთებული საქმეები უნდა ჩაფარცხო და გააშავო. და შენ იქნები მერე წარმატებული. და ესე არ არის ქრისტიანობა, არავის არ ებრძვის. სიკეთე ბოროტებას არასდროს არ ებრძვის. ბოროტება ებრძვის სიკეთის. და ჩვენ სიკეთის გზაზე უნდა ვიაროთ. და ამ სიარულს უნდა მივცეთ სერიოზული ფორმა და რაც მთავარია, უნდა გქონდეს აუცილებლად ის რასაც ქვია მუდმივობა. არა რაღაცა ამოფხუევები სიკეთისე უცებ მოგინდება და აკეთებ. არამედ სისტემატიურ ხასიათს აძლევ ამას. და შენი საქმის ნაწილია. სხვათა შორის იგივე პროტესტანტები, რომელზეც ჩვენ ზევიდან უყურებთ, რომ რა ქრისტიანები ეგენი არიან, სხვათა შორის პროტესტანტული მიმდინარეობები ახალგაზრდებს კრიბავს ყოველ წლის ზაფხულში და ისინი საქველმოქმედოდ მიდიან სხვადასხვა ადგილებში.
და ეხმარებიან ხალხს. გინახიათ სადმე ეს შეკრებილი ქართველების ახალგაზრდების განსაკუთრებული და ეს სისტემატიურად თავის არდადაგებს უთმობდნენ ებრაელ გაჭირვებულებს ან ვიღაცა ხაზა სექტორში უპოვარ ადამიანებზე დახმარებას. ვერ ნახავთ ამას. რით ვარ ჩვენ კარგები არ მესმის რომ ყველაზე კარგად უბრაზდებით ხოებს. ამიტომ რეალური სახე უნდა დავინახოთ ჩვენ. და რეალურ სახეს რომ დავინახავთ ჩვენ მოგვინდება რომ გავაკეთოთ. და გავაკეთოთ კარგად. და რა გქონდეს სათქმელი. არა მარტო წინაპრებით ვითარაბახოთ და საქართველოს ისტორია. არამედ ჩვენი საქმით ვითარაბახოთ, ჩვენი გაკეთებული საქმე. თუმცა პავლე მოციქული ამბობს, სიკადული ჩემი არაფერია, ჩემი საქმე, მხოლოდ ჯვარი იესო ქრისტეს. ეს უკვე სიმდაბლის გზა არის და კიდევ სხვა თემა, რომ ჯორით უნდა იამაყოს ადამიანმა, იმიტომ რომ ჯვარცმული იესოა ყველაფრის მომცემი და ძალის მომცემი და ყოველი სიკეთის აღმასრულებელი. მაგრამ თუ სიკეთე არ სრულდება, ესე იგი არა ვართ ჩვენ ქრისტიანები. უბრალოდ არა ვართ ქრისტიანები. და არაფერი პრობლემა არ არის იმაში, რომ ავაღიაროთ, რომ არა ვართ ქრისტიანები. კაი ქრისტიანები, ნუ რასაც ქვია ქრისტიანები. აი მართლმადიდებლები შეიძლება ვიყოთ აი დაბერილი წარბებით, ხო? შეკუმშული წარბებით და მართლმადიდებელი ვარ და პირჯვარსაც რაღაცა მირტყმა-მორტყმით ვიწერდეთ. მაგრამ აი ქრისტიანი რასაც ქვია? აი რატო გახდა საჭირო მართლმადიდებლის თქმა? რატო აღარ იყო საკმარისი რომ ქრისტიანი ხარ? იმიტომ რომ გაჩნდნენ ისეთი ქრისტიანები, რომელიც ქრისტეს სიყვარულს აღარ მისდევდნენ. და გაჩნდა მე 1000 დაცახელება იმის და მიხედვით ვინ რა სექტას წარმოშობდა. მართლმადიდებლობა თქვენს ჩვენ მართებულად ვადიდებთ ქრისტეს. კათოლიკებმა თქვენ რომ ჩვენ ვართ საყოველთაო რელიგია. მართლა კათოლიკეობა საყოველთაოს ნიშნავს. პროტესტანტებმა თქვენ ჩვენ აი პროტესტს ვაცხადებთ თელ ეკლესიის ისტორიაზე და გვინდა პირველი საუკუნეების ქრისტიანებს მივემსგავსოთ. ამიტომ ვართ ჩვენ პროტესტანტები. და ასე შემდეგ. მაგრამ სად არის ქრისტიანები? უბრალოდ ქრისტიანი რომ გიყვარდეს იესო, მიბაძო მის საქმებს. სად არის? არ ჩემშია, არ სხვაგან არის და საქართველოში მით უმეტეს. სრულიად მოწყვეტილი ვარ ამ თემას. თუმცა ეკლესიების რაოდენობით და ბერმონაზნობით ალბათ ერთ-ერთი პირველები ვართ. მაგრამ სამწუხაროდ ეს ქრისტიანული მთელი იდეა, სული, სიყვარული, სიკეთე, სითბო, მიმტევებლობა, გვერდში დგომა, დახმარება, განაწილება, არაფერი არა, როგორი უთანასწოროა ჩვენი ქვეყანა. ერთი შიმშილობს, ხდება, მეორე იხარშება მილიონებში. ვერც ხედავს, რომ ვიღაცა შიმშილობს. და თან პოლიტიკაშია. თან პოლიტიკურად მოსვლა უნდა. თან თითს უქნევს, ვინც არ ეხმარება გაჭირვებას. გასაკვირია. მერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, დავაპუროთ ერთად ყველა და ადამიანის შიმშილი საქართველოში უნდა იყოს სირცხვილი ჩვენ. სანამ ეს არ გახდება სირცხვილი ჩვენ, მანამდე ჩვენ არაფერი გვეშველება. და არც გინდა ევროკავშირში იყავი და გინდა ჩინეთის კავშირში. მერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.